ზუსტად იმიტომ რომ აქ ხალხს იჭერენ და რეალურად ეს რეპრესიულ კანონებს ღებულობს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მე ვალდებულად ვთვლი ჩემ თავს რომ ვიყო აქ ამ ხალხის გვერდით. ჩემი ტაძარი არის ზუსტად ჩიტაძეზე არსებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, ანუ მე თაწმინდის და სოროლაკის მოძღვარი გახლავართ, ეს არის ჩემი სამრევლო. და აქ მყოფი ხალხი ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქ არის საპროტესტო აქციებზე, ჩემი უშუალო მრევლია. და შესაბამისად მე ვალდებული ვარ როგორც მოძღვარი, ვიყო ჩემი მრევლის გვერდით, იმ ხალხის გვერდით, ვის წინააღმდეგაც ღებულობენ იმ არაკანონიერ და არადემოკრატიულ და რეპრესიულ კანონებს რომ ღებულობენ. რაც შეეხება უშუალოდ კანონებს, რომლებიც არის მიღებული, რომ აი გზის გადაკეთვა არ შეიძლება, იქ პირბადეების ტარება არ შეიძლება და ასე შემდეგ. ეს არის ზოგადად სამართლის მეცნიერების აქსიომა, რომ კანონი და სამართალი ყოველთვის სამართლიანობას არ ნიშნავს. და სამართლის და კანონის დარღვევა ყოველთვის უსამართლობას არ ნიშნავს. ხშირ შემთხვევაში პირიქით არის სამართლიანობის დაცვა. და ჩვენ როდესაც გამოვდივართ და მიუხედავად იმ კანონებისა, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული და რეპრესიული და ჩვენ ზუსტად კეტავთ რუსთაველის გამზირს იმის დასამოწმებლად, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ იმ უსამართლო კანონებს და ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის და ვითხოვთ პირველ რიგში რომ დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები და რაც უმთავრესია, რომ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც არიან დაჭერილი ამ ერთი წლის განმავლობაში, რომლებიც ათობით არიან და ასობით არის დასჯილი ჯარიმებით და კიდე სხვა ადმინისტრაციული სასჯელებით, რომ ეს ხალხი იყვნენ დაუყოვნებლივ გათავისუფლებულები. და ამიტომ ჩვენ ვართ აქ და მე პირადად ამიტომ ვალდებული ვთვლი თავს, რომ ამ ხალხის გვერდით ვიყო აქ და ეს არის ჩვენი ბრძოლის ხაზი, ბრძოლა არა ჩემი რაღაცა პირადი ინტერესებისთვის, არამედ ჩვენ რწმენით, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის და თითოეული მოქალაქის თავისუფლებისთვის ვიბრძვით ჩვენ აქ ყოფნა.